გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასება და საქართველოს მთავრობის პოზიტიური ნაბიჯები. თავდასხმა ქართულ ხალხზე ცრუ ნარატივებით პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ეხმიანება შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის წახალისებაზე. გუშინ ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. ნაცვლად ამისა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე. მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისება. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი და შანტაჟის შემცველი განცხადებები ლუქსემბურგიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში მზად არ არიან იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად იქცეს. ამ თემაზე მაკაბოჭორიშვილმა რუსთავიორის ეთერში გაამახვილა ყურადღება. დაინახა ყველამ ძალიან კარგად, რომ ის მიმართულება, რასაც ქვია უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა, შეუძლებელია მიმართულებით სიარული საქართველოსთან მიმართებაში. ახლა ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, გზების ძიება, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან ის, რასაც არ აქვს ერთმნიშვნელოვნად ევროკავშირის შიგნით მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ თავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ იდეას არ ყავს მხარდამჭერები, საკმარისი მხარდაჭერი, რაც სჭირდება ამის განხორციელებას. ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად. ის დიპლომატიური პასპორტებიც კი აცდენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს, რა ფორმითაც მოხდა ამ რეჟიმის ამოქმედება და ვერავინ ვერ შეგაშინებს იმით, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ როგორც ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის მომავალში. ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასების რიგით მეოთხე რაუნდის ანგარიშის თანახმად ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა. იგულისხმება ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარება. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელსაც ატარებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათა შორისო საკოორდინაციო საბჭო. დადებითად არის შეფასებული ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები, კერძოდ პოზიტიურად არის შეფასებული როგორც ამ დანაშაულის პრევენცია, ასევე დანაშაულის გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა, ასევე მსხვერპლთა დახმარების მიმართულება და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე. ამავე საკითხზე გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლითაც საქართველოს უკვე მე-10 წელია უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, ხდება პირველ კალათაში, რითაც უსწრებს ევროკავშირის წევრ მთელ რიგ სახელმწიფოებს და ამჯერად უკვე ევროპული ორგანიზაციის შეფასება არის ძალიან კაფეო დასტური. ერთი მხრივ იმის, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ძალიან ეფექტიანად ახორციელებს და მეორე მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის კონტექსტში, რადგან ევროინტეგრაციის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და კონკრეტულად ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას წარმოადგენს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვასა და საქართველოში უკანონო ჩემოტანაში. სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე ბრალდებული შემოწმების შედეგად სამშეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით საქართველოსთან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, კანადის, კოტ-დ'ივუარის და რუმინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ძებნილი დააკავეს მსჯავრდებული მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ 2024 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააპატიმრეს. საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება გამოყენების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ამზადებდნენ ძირითადად ტკბილეულს და ყავას. ბრალდებულებს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის რაფაელოს და იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. ამ წუთებში უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აკეთებს კომენტარს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. შეიძლება გუშინ ევროკომისარმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ სანქციები, რომელზეც აქტიურად მუშაობს ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენლები საქართველოსთან მიმართებით, ვერ გავიდა, მას აკავს მხარდამჭერები. ამის ფონზე კი გვესმის პარალელურად შანტაჟი, კვლავ სანქციებით, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით, რაც ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის. და ისე დუმილია ძალადობაზე ესეც რომ შეიძლება. ეგ არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება გუშინდელ შეკრებას და შემდეგ აკეთებულ განცხადებებს, ხო? გავყოთ ორ ნაწილად. პირველ რიგში და ყველაზე მთავარი, რაც არის კიდევ დუმილი იმ ძალადობასთან მიმართებით, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ უკვე ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში, ხო? განსაკუთრებით 4 ოქტომბრის კიდევ ერთი გადატრიალების და ეგრეთ წოდებული დამხობის ცდელობა. და ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა და ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც სამწუხაროდ ვხედავთ ჩვენ დღევანდელი ბრიუსელისგან და ევროკავშირის ლიდერებისგან. სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ არაფერი არ თქმულა ამასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, არ შეჩერების თემა ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ ჩვენი საზოგადოებისთვის და გავმარტავ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის პირდაპირ მათ ხელში რაღაც შანტაჟის იარაღი, ხოლო შანტაჟის ენა სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით დღეს ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება. ასე რომ კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, რომ პირველ რიგში საქართველოს და ქართული საზოგადოება არ ექვემდებარება შანტაჟს და ეს ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად ნახეს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე, რომ რეალურად ისინი ჩვენ შანტაჟს ნამდვილად არ ექვემდებარებით, ხო? ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ამ ეგრეთ წოდებული ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი რა დასკვნაჩვენილია გამოვიტანოთ გუშინდელი, ასე ვთქვათ, შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ჩვენ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ ჩვენ ქვეყანაში, კონკრეტული დიპლომატიური მისიების მოქმედებაში და ხოლო მათ მხრიდან ხელდასმული ჯგუფები, ეს აგენტურული ჯგუფები რითი არიან დაკავებული, ამასაც ძალიან კარგად ვხედავთ. ხოლმე ამბობს, რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი პროცესი არის ლეგიტიმური და დანარჩენი არა. რას ნიშნავს, როცა კახარიას პარტია მხოლოდ მის შედეგებს აღიარებს და დანარჩენი პარტიების შედეგებს არა. ხო, გასაკვირია. მათემატიკაში არიან ძალიან ძლიერად არიან. ეთქონო ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება, პირდაპირ მნიშვნელობით. ესე იგი 8% მხოლოდ მათი, ესე იგი პროცენტი არის რეიტინგული. აქ მოდით შევაფასოთ ზოგადად
მათი პარლამენტში შემოსვლა, ეს გადაწყვეტილება ამაზე ყველა ვთანხმდებით. და ჩვენმა საზოგადოებამ პირველ რიგში ძალიან კარგად იცის და ნათლად დაინახა ასე ვთქვათ ის სცენარი და ამ სცენარის შესრულების მეთოდები, რასაც ასრულებდა სხვადასხვა დანაყოფი. რა დავალებას მიიღეს? თავარი არის ერთი, რომ მათ გარე პატრონებმა რეალურად ჩახედეს რეალობას თვალებში და შეხედეს რეალურად ამოცემულობა ჩვენს ქვეყანაში. და მიიღეს დავალება, რომ აი შევბრძანდით პარლამენტში და შემოვლენ. ეხლა გულწრფელად რო გითხრათ, რამეს მოუმატებს ეს საპარლამენტო ცხოვრებას ან დააკლებს ამას ნამდვილად ვერ გეტყვით ჩვენი მხრიდან. ერთი მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათმა პატრონებმა რეალურად მიხვდნენ და ჩახედეს რეალობას თვალებში. ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რომ სამწუხაროდ დღესაც ესე გრძელდება, რომ რეალურად მათ მიმართებით ყოველთვის თქვენ არ გიდევთ საზოგადოების უსხელი. ქვეყანაში რა მოთხოვნებია, ქვეყანაში რა შეხედულებებია და ყოველთვის ვეუბნებოდით და ვეტყვით კიდევ. ბევრჯერ რომ მოგიწევთ იმ რეალობასთან შეგუება, ჩვენ პარტნიორებს ვეტყვით, რომელი რეალობას დგას ჩვენს ქვეყანაში. იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოგიწევთ თვალებს ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვია სუვერენიტეტის დაცვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვია რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედება როგორც რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოგიწევთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმ დიდი სურვილისა, რომ ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, გააბიტურონ და გადაგვიყვანონ მათ დღის წესრიგზე, როგორც თავის სხვა პროქსი სახელმწიფოებზე აკეთებენ და მცდელობები აქვთ ამას ნათლად ხედავთ ევროპის შუაგულშიც, სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, რომ ეს ჩვენთან არ გამოუვათ. და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვესაუბრონ პარტნიორულად და გვესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული. მინისტრებთან დაკავშირებით გითხავთ, იცოდით თუ არა თქვენ, რომ ვიდრე ევროპის საბჭოს მინისტრების შეხვედრა და ეს მსჯელობა გაიმართებოდა იქამდე, წერილი სალომე ზურაბიშვილმა გადაუგზავნა მინისტრებს, სადაც ის ასაბუთებს და მოითხოვს იმას, რომ საფრთხეს უქმნის ქართული ოცნების პოლიტიკა, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს საუბარი არის რუსულ ჰიბრიდულ ძალის წინააღმდეგ ბრძოლაზე. გქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ მტკიცებულებები, მათ შორის პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრების წინააღმდეგ მტკიცებულებები პირადად მისწერა სალომე ზურაბიშვილმა. სერიოზ ძიმეწონიან პოლიტიკოს მიუწერია და სალომე ზურაბიშვილმა რა მისწერა, რა არ მისწერა, ამაზე კომენტარის გაკეთება უბრალოდ არასერიოზულად მიმაჩნია. ეს ის ადამიანია, ეს ის ერთ-ერთი საშუალო თუ ძიმეწონიანი აგენტი, თვითონ აწონონ თავის აგენტურულ, ესე ვთქვათ, ბაზარზე, რაწონიანი აგენტია სალომე ზურაბიშვილი. ეს ის არის, რომელიც ბოლოს მე მგონი ტაივანის ინტერესების გამტარებელ მეორე აგენტთან ერთად ჰელსინკის კომისიაზე ცუდასმენით იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული. ხა სალომე ზურაბიშვილი და მისნაირები რა წერილს მიიწერები, ხო ამაზე არ არის გასაკვირი, რომ არაფერს არ გააკეთებენ, არაფერს არ მიიწერებიან არსად და არსად არ დაიცავენ თავისი ქვეყნის ინტერესს. ამაში ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, ასე რომ არ მგონია სერიოზული კომენტარი გავაკეთო სალომე ზურაბიშვილმა რა მიწერა მინისტრებს. მტკიცებულებებმა კონკრეტული ჩინოვნიკების დასანქცირებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაც მათ შორის სალომე ზურაბიშვილის გიგაურის ლომჯარიას და კიდე რამდენი გვარი ჩამოთვალო, ეს რო ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენს და ბრიუსელში ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელის და ევროკავშირის საქმე ძალიან კარგად სოფლიოში. ოდიში აგძელებთ? კი ბატონო, ოდიში. კი ბატონო. კი ბატონო, რა შეეხება პერსონალურ სანქციებს, ჩვენი გუნდის პოზიცია ძალიან კარგად იცით. ვერავის ვერ შეაშინებენ რაღაც სანქციებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მათ ხელში შანტაჟის იარაღი და შანტაჟი არის მათი ბუნებრივი სახე სამწუხაროდ დღეს ბრიუსელის. მინდა რომ გითხოთ ევროკავშირის საბჭოს მხრიდან ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ამ შემთხვევაში დაკავებას და ამბობენ, რომ შეშფოთებას გამოთქვამენ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ნაბიჯებზე. რა გზავნილია ეს რეალურად ევროკავშირის საბჭოდან და ეს მიმართვაც როგორ ეს არის იმ პათოსის მიმართვა, რომელი მიმართვებით ჩვენ ვნახეთ
მე რამდენი გახსოვთ თქვენ აქ გამჭირვალეობის კანონის მიღების დროს პროცესები განვითარდა ამ შენობასთან. რუსთაველის გამზირზე ნახეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა და შემდეგ ნახეთ აი ხ ვინც ამ განცხადებას აკეთებს მათი წარმომადგენლების მხრიდან აქ ამ ყველაფრის რომანტიზება. არა მხოლოდ დუმილი და შეფასება, არამედ პირიქით წახალისება. ნახეთ მათივე დაფინანსებით დამზადებული ბანერები, რომ მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი და ლაზარე გრიგორიადისის გმირად შერაცხვის ცდილობა ვნახეთ ჩვენ. აი ესეთი შეურაცხყოფა მოგვაყენეს ქართველებს. აი ამ განცხადების გამკეთებლებმა და შემდეგ მათმა აქ ხელდასმულმა ეგრეთ წოდებულმა დიპლომატებმა სამწუხაროდ. შემდეგ პოლიციელებს ესე ვთქვათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ ცდილობა ჰქონდათ დაეწვათ ეს შენობა. შემდეგ ცდილობა ჰქონდათ ასევე ესე ვთქვათ დაეწვათ პოლიციელები და ვნახეთ რამდენი დაშავებული იყო, ხო? ამ ყველაფრის შემდეგ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამას საერთოდ არ აქცევდნენ, ერთ განცხადებასაც არ აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სამაგიეროდ ყველა ის ექსტრემისტი, რომელიც აქ ჩართული იყო, ისინი ნათლავდნენ გმირად. აი ეს არის სწორედ ის უსტანდარტობა და ეს არის სწორედ ის დიდი უტიფრობა და ის დიდი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ესენი ახორციელებენ. თითეული მათი ქმედება, თითეული მათი მსგავსი განცხადება, თითეული მათი არ გაკეთებული განცხადება და არ შემჩნევა იმ დესტრუქციის და ექსტრემიზმის, რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, არის ერთადერთთან მეტყველებს ერთადერთი. ისინი თავისივე ხელით ძირს უთხრიან იმ ფასეულობებს, იმ რეალურად ევროპულ ფასეულობებს, რაზეც იდგა ევროპა და რაც ჩვენ მოგზდევს ისტორიულად. პირდაპირ ეთერში უსმენთ უბრალესობის ლიდერს ირაკლი კირცხალიას. ვაგრძელებთ გამოშვებას. პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის ახალი რეგულაცია მუშავდება. ამასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. აღინიშნა, რომ ახალი ინიციატივის ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმელის პლასმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება. საუბარი ეხებოდა პლასმასის ბოთლებს, რომელიც შიდ გამოიყენება წყლისთვის და ასევე გამაგრებელი სასმელებისთვის. შევხვდით კერძო სექტორს, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი ამოცანა არის ერთ-ერთი, რომ ყველა საკითხი, რაც იქნება ჩვენგან ინიცირებული, შევათანხმოთ კერძო სექტორთან. ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ ჩვენ ამ შეხვედრებს ექნება პოზიტიური შედეგი და გავაკეთებთ მაქსიმალურს, რომ რაც შეიძლება პლასტიკის გამოყენება სურსათთან შემცირდეს. გარემოსდაცვითი საკითხები ყველა წარმოებილისთვის მნიშვნელოვანია და მე მგონი არ უნდა იყოს პრობლემა ამ მიმართულებით მუშაობა სახელმწიფოსთან, მთავრობასთან, რომელიც საკმაოდ მომზადებული დახვდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია გარემოს დაცვითი საკითხების კუთხით. პორტალი მომხმარებელს ასევე აძლევს საშუალებას ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების გამოყენებით მოახდინოს ქვეყანაში არსებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის ანალიზი. საზოგადოებას წარუდგინეთ ახალი ინტერაქტიული სტატისტიკის პლატფორმა, გარემოს სტატისტიკის პორტალი, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის, ბუნებრივი რესურსების, წყლის რესურსების, ასევე ბიომრავალფეროვნების, კლიმატის და ნარჩენების მართვის შესახებ. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა მომხმარებლებისთვის ერთ სივრცეში მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და გამოიყენონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბიზნეს თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მისაღებად. თბილისის 99 სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო თანამედროვე შენობით ჩანაცვლდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე შენობის კონსტრუქციული ელემენტების დეტალური გამოკვლევის შედეგად მდგრადობის მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა. სკოლა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდება. თემა არის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, რომელზედაც გადაწყვეტილება მიღებული ამ ეტაპზე და განხორციელდება სკოლის დემონტაჟი და ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა. მოწვეული საზოგადოება, სასკოლო საზოგადოება, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმართავდა კითხვებით ამ მშენებლობასთან დაკავშირებით და იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც იგეგმება 99 საჯარო სკოლასთან.
და მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლა ამ ეტაპზე იქნება ახალი შენობის მოლოდინში. გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც მოუთმენლად ელოდებოდნენ მშობლები სკოლის არემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა უსაფრთხოების გამო და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე სკოლის დემონტაჟი უნდა მოხდეს და შესაბამის დროში მისი ახალი სკოლით ჩანაცვლება. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Wine Group-ის ორგანიზებით საქართველოს ბრიტანეთიდან სომელიების ღვინის იმპორტიორების და მედიის წარმომადგენლების 12 კაციანი ჯგუფი ეწვია. ბრიტანელმა სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები ქართლში, იმერეთსა და რაჭაში დაათვალიერეს. მათთვის თბილისში ასევე გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინა. ეს გახლავთ ჩვენი კონტრაქტორის ღვინის მაგისტრის სარა ებოტის მიერ ორგანიზებული ჯგუფი, სადაც შედიან ძალიან ცნობილი სომელიები, ღვინის მწერლები, ასევე ბაიერები, რომლებიც ადგილზე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას, ადგილზე აგემოვნებენ ღვინოებს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ნიშნავს პოტენციურ კონტრაქტებს ექსპორტის ზრდას ამ ქვეყნის მიმართულებით. დასავლეთ საქართველოს ღვინოები გამორჩეულია სიმსუბუქით, რაც ძალიან პოზიტიურია. მათ აქვთ ბევრი კაშკაშა არომატი და ჰარმონიულად ეწყობა აღმოსავლეთის უფრო მრავალფეროვან ღვინოებს. ჩვენ დავაჭაშნიკეთ საოცარი ღვინოები, თეთრი, ვარდისფერი, ქარვისფერი და წითელი. პროგრესი, რომელიც მიღწეულია რაჭაში, იმერეთსა და ქართლში, მართლაც არაჩვეულებრივია და ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ ამ ღვინოების უფრო და უფრო მეტ იმპორტს დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველო იქნება ძალიან ძლიერ პოზიციაზე. ეს ღვინოების სრულყოფილებაა. მოსპინძლეთ ბრიტანელ ღვინის მასტერებს, გავასწინჯეთ 10-მდე ღვინის სახეობა, როგორც მშრალი, ასევე ნახევრად ტკბილი, მოვისმინეთ მათგან ძალიან კარგი შეფასებები, რაც ჩვენ დაგვეხმარება სამომავლოდ გავითვალისწინოთ და შექმნათ უნიკალური და დახვეწილი ახალი ღვინოები. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები. ტრამპი პუტინის მორიგი შეხვედრისთვის უკრაინის მაქსიმალურად ძლიერი პოზიციის უზრუნველსაყოფად ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად სამხრივი პაკეტის შემუშავებას ითხოვენ. პოლიტიკოს ცნობით პაკეტი უკრაინისთვის ფინანსური დახმარებისა და იარაღის მიწოდების მოცულობის გაზრდას, ასევე რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას უნდა ითვალისწინებდეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპელების გააქტიურება ტრამპის ბოლოდროინდელმა პოზიციამ განაპირობა. ევროპაში იშობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას აიძულებს, ეს არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც კატასტროფა იქნება, ნათქვამია პუბლიკაციაში. თუ დონალდ ტრამპი ბუდაპეშტში რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევს, ლონდონი მზად არის უკრაინაში ბრიტანული ძალების შესაძლო განლაგებაზე 100 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპის უსაფრთხოება ასეთი რისკის ქვეშ არ ყოფილა. მშვიდობა შესაძლებელია და თუ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს ამის მიღწევას, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მშვიდობის ხანგრძლივად უზრუნველყოფაში. ეს ინვესტიციებს და უკრაინაში შესაძლო განლაგებისთვის ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნას მოითხოვს. ამისთვის ჩვენ მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოვყავით. შეერთებული შტატების სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის განხილვა ტრამპი პუტინის შეხვედრის დასრულებამდე გადადო. ცნობას პოლიტიკო სენატში რესპუბლიკელთა ლიდერ ჯონ ტუნზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება თეთრი სახლის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს, მოტივად კი ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევისთვის ხელის შეშლის თავიდან აცილება დასახელდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ისრაელში გაემგზავრა. ჯეიდი ვენსის ვიზიტის მთავარი მიზანი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პერიოდული დარღვევების ფონზე სამშვიდობო შეთანხმების რეალიზაციისთვის დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებაა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ისრაელში პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვდება. შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ მინერალებისა და წიაღისეულის მოპოვება დამუშავების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი დონალდ ტრამპმა და ენტონი ალბანეზემ მოაწერეს. გარიგების თანახმად მომდევნო 6 თვის განმავლობაში ორივე ქვეყანა პროექტებისთვის $1 მილიარდ ჩადებს. თანამშრომლობა ამ სფეროში შეერთებულ შტატებს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის გეგმის შესრულება დაიწყეს და წვეულებების ახალი დარბაზისთვის პრეზიდენტის რეზიდენციის აღმოსავლეთ ფრთის ნაწილის დანგრევა დაიწყეს. პროექტის პრეზენტაცია თავად პრეზიდენტმა მოაწყო და აღნიშნა, რომ ის საუკეთესო სამეჯლისო დარბაზი იქნება, რომელიც თეთრი სახლის იერსახეს არ შეცვლის.
მეჯლისისთვის დარბაზის აშენება შეერთებულ შტატებს 150 წლის განმავლობაში სურდა. მე კი ამისთვის რეზიდენციის ნაწილს დავთმობ. საბანკეტო დარბაზი დღეს მხოლოდ 88 ადამიანს იტევს, ახალი კი 999 ადამიანს დაიტევს. ეს იქნება ყველაზე ლამაზი დარბაზი მთელ ქვეყანაში. ეს არ იქნება არსებულ შენობაში ჩარევა. ის გაკეთდება მის მახლობლად, მაგრამ მას არ შეეხება. მე უდიდეს პატივს ვცემ არსებულ შენობას, ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ქრონიკა 11-ზე დასრულებულია, ეთერში დაბრუნდებით ზუსტად 14 საათზე. დროებით.